მოგესალმებით ძვირფასო YouTube გამომწერებო ჩვენი შოუს მაყურებლებო, ვინც ახლა უყურებთ ამ შოუს, ეს არის შორიდან შოუ ყველაზე მონატრებული ადამიანებისთვის, ვინც ემიგრაციაში იმყოფება და ვინც არ იმყოფება ემიგრაციაში. ეს არის პირველი გადაცემა, რომელიც ემიგრაციიდან მოდის თქვენამდე. მოკლედ, ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ის, ქართველების დიდი რაოდენობა ამერიკაში და სხვათა შორის სწორედ იმ ქართველებმა დაიწყეს ნერვიულობა ახალ არჩეულ პრეზიდენტზე ტრამპზე, რომ აიო ჩვენო მექსიკიდან შემოსულები ვართო და ყველასო მოგწდებაო და დაგვერევაო და საერთოდ საზღვარს ჩაკეტავსო და ვეღარავინ ვეღარ შემოვაო ამერიკაშიო. მე მინდა გითხრათ მეგობრებო, კარგით რა განერვიულებთ, აი რა არის სანერვიულო მაგაში. 90-იან წლები გაიხსენეთ მეგობრებო, შუქი რო ჩაქრებოდა ლიფტის აი ამ ხელა ღრიჭოდა ვახერხებით გამოიწრომას და ერთ საზღვარზე ერთ გამოსაწრომს როგორ ვერ ვიპოვით რომ გამოუწრეთ. ამიტომ მოხსენით ნერვიულობა მეგობრებო, თავისუფლად ყველა კარგად ვიქნებით, ყველა ვიშრომოთ, გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და ტრამპსაც მოეწონება ჩვენი საქმე, მინდა გითხრათ და არავის არ შეეხება. იმ ადამიანებს უნდა უთხრათ მადლობა, ვინც ამ შოუს პარტნიორები და სპონსორები არიან. დიდი მადლობა GA Logistics, რომელიც გენერალური პარტნიორია ჩვენი არხის და სულის ჩამდგმელი. ჩვენი გენერალური სპონსორია ჯეო ამანათი, ყველაზე სწრაფი გზავნილები და ყველაზე ხარისხიანი გზავნილები საქართველოში. მე ამაზე სანდო გზავნილის კომპანია არც კი მეგულება, შემიძლია ხმამაღლა და ყოველგვარი რეკლამის გარეშე ვთქვა. ასევე ჩვენი პარტნიორია ირინას ცეკვის აკადემია, ირინა დენს აკადემია, საიდანაც ხდება ამ შოუს, სადაც ხდება ამ შოუს ჩაწერა. ჩემს ვარცხნილობაზე ზრუნავს ირინა ბიუთი სალონი. ხედავთ ალბათ როგორ კარგად გამოვიყურები და ოქროს ხელება სალომე ტრაპაიძე, დიდი მადლობა მინდა უთხრა მას, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან კომფორტულად, ჩემი წვე და ჩემი თმა არის აჟურში როგორც ითქვია. ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს მუსიე ბრუნოლდ, რომელიც არის ნიუ-იორკში და ემსახურება ძალიან ელეგანტურ მამაკაცებს. დიდი მადლობა მუსიე ბრუნოლდს ჩემი ჩაცმულობისთვის და ჩვენი პარტნიორია Michael G Production, რომელიც ამ ყველაფერს იღებს და შემდეგ გაწვდით თქვენ. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ველოდები სხვა პარტნიორებსაც. სტუმრის ბლოგზე გადავალთ და ძალიან კარგი სტუმარი მინდა შემოგთავაზოთ შემდეგ ბლოგში. შორიდან შოუს სტუმარია ემიგრანტი, მუსიკოსი გიორგი ბაღუშვილი. გიო, როგორ ხარ? ჩემოძგავა. დიდი მადლობა, რომ ვეგასიდან ნიუ-იორკამდე გამოიარე გზა, რომ ასე ჩვენს მაყურებელს ჩვენ გამომწერებს მიესალმო და გაეცნო და გავაცნოთ შენი თავი. ნუ საზოგადოება გიცნობს ასე თუ ისე შენი მუსიკალური შემოქმედებით, მაგრამ ვიცი რომ მე ჩემი ისაც არის мотиваცია რომ ადამიანებს მიუთითებ იქით რომ თავის საქმე რაც არის main საქმე ის გააკეთონ. ამიტომ ხარ ჩემი სტუმარი. ენაცვალეს სულში ძმაო. შემოგეღვე აი მართლა მალდონზე როგორ შეიძლება რომ იყოს რა. როგორ ახარ გიო? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიხარია შენთან სტუმრობა. გილოცავ ამ ულამაზეს სტუდიას და კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მეც კარგად ვარ, იცი რა არის, როცა კარგი სტუმრები მყავს. მეგობრული ესეთი გადაცემა გვაქვს რა, შინაურული. ეს ხო YouTube-ია და მაგას მინდა პედალირება გავუკეთო რა. მალდონეზე. ცოტა აკადემიურობასაც მოეწყო და მინდა კითხო ჩემო გიორგი. როგორია შენი გეგმები? ნიუ-იორკში. მოკლედ, გიორგი ცხოვრობს ვეგასში. რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხარ? ესე იგი 10 წელი არის პრაქტიკულად რაც შტატებში ვარ, დაახლოებით 8 წელიწადი და რამოდენიმე თვე ვიცხოვრე, თითქმის 9 წელიწადი ვიცხოვრე მაიამიში და ეხლა წელიწად ნახევარია თითქმის მაიამიში გეგონება სასოლაში მაიამიში ვიცხოვრე ეს. მაიამიში ვიცხოვრე ხა. ჩელოსკინელების ხით ჩატეხავ თუ არა მაიამიში? ჩვენთან იქით. მომისმინე, რა ხდებოდა მაიამიში? მაიამიში მოკლედ ანუ ძირითადად ჩამოდის ემიგრაცია ბრუკლინში, ხა ეგრევე პირდაპირ ძალიან იშვიათად პროცენტულად რომ მაიამიში ან სხვა შტატში ჩავიდეს, იმიტომ რომ მაინც ჰაბი აქ არის რა, ეს ქართველების დიდი რაოდენობა, ადამიანები, კომუნიკაცია, დახმარება დოკუმენტაციისთვის, ყველაფერზე გჭირდება ბრუკლინი რა, ეს განსაკუთრებულად. გაგიმხელ საიდუმლოს, მაიამი რატო? იმიტომ რომ სითბო მიყვარს.
თბილი ამინდები. ხო, ესე იგი შემოდგომის პერიოდი იყო, უკვე რაღაცა ზამთარი ახლოვდებოდა და ამიტომ გადავწყვეტეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა ემიგრაციაში წამოვედით ერთად, ჯერ თავიდან რამოდენიმე თვე ვიცხოვრეთ ჰიუსტონში, ტექსასში და მე გადავწყვეტეთ იქიდან წამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან არ მოგვეწონა ეს სიტუაცია და ესე იგი გზად მანქანით, გზად გადავწყვეტეთ ფლორიდაში გაჩერება რამოდენიმე თვე, სანამ ზამთარი გადავიდა. ჩვენც ფლორიდა აუცილებელია. ახლა ნიუ-იორკში არ ვიყავი მანამდე ნამყოფი, მაგრამ ეს გაგონილი მქონდა ჩვენც, რომ ძალიან დიდი community არის ჩვენი, ბევრი ემიგრანტი არის. ფლორიდაში გავშედით ჭამეთ. ჭამეთ, ცოტა ხანი გავირუჯეთ. და ისა მოხდა რომ ნუ ბუნებრივი არა თავიდან რამოდენიმე თვე ყველანაირი სამსახური გამოვიარე დაწყებული რა ვიცი moving ახლა ვინც არის ის ჩვენს მაყურებელს მიუმართავ არის ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25 რაც არის ძალიან 20-60 აქ არის 60 მაგარი რეკლამა იყო ეს ამ რეკლამაზე ჩემი აზრი მე ვიცნობ ამ რეკლამის ხმას და ავტორს ჩაწერის პროცესიც კარგი ყველაზე მაგარი რეკლამაა რაც კი შეიძლება გამახსენდეს კი ბატონო მოკლედ რამოდენიმე თვე ესე იგი რაღაცა ვიწვალე moving-ზეც ვიმუშავე ესე იგი ოფიციანტის თანაშემწედ რაღაცა იმაზე DoorDash-ის მიტანის სერვისი გლოვო ჩვენებურად ქართულად გლოვოს მიტანის სერვისი მე რაღაცა პერიოდი Uber-ზეც ვიმუშავე მაგრამ პარალელურად ესე იგი ჩემი ემიგრაციიდან დაახლოებით 6 თვეში უკვე მოვახერხე ის რომ დაახლოებით ზუსტ 6 თვის თავზე მოვახერხე ის რომ ერთ-ერთი დიდი კლუბ რესტორანი არის მაიამიში, სხვათა შორის შარშან დაიხურა 20 წელი მუშაობდა ძალიან ვერაიტანეს უშენობა თუ რა ვერაიტანეს ხო უჩემობა რომ დაემთხვა თან პლუს მაგას კოვიდი და ერთიანად მოუვიდათ ესე იგი ფეილი. ერთ-ერთი დიდი კლუბ რესტორნის მუსიკალურ ხელმძღვანელად მოვეწყე, ანუ პროფესიით დავიწყე მუშაობა ემიგრაციაში ჩამოსვლიდან 6 თვეში უკვე. ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ, რაღაცა საყვარელ საქმეს ვაკეთებდი პარალელურად იმისა, რომ ბუნებრივია, ხა შენს კარგად მოგეხსენება, ერთ სამსახურში აქ, ამერიკაში თავიდან მით უმეტეს ძალიან რთულია ერთ სამსახურში მუშაობა, იმდენი გადასახადების გამკლავება გიწევს დამოუკიდებლად, რომ პლუს მაგას ოჯახი, ასე თუ ისე საქართველოში კარგად მოგეხსენება, რომ ემიგრაციაში წამოსული ადამიანების პრინციპში უმრავლესობა მოტივირებული არის თავისი ოჯახის დახმარებით სამშობლოში. ერთ სამსახურში მუშაობა ძალიან რთული იყო და მიწევდა პარალელურად ეს დამატებითი, ესე იგი, სამზარეულოშიც მიმუშავია, მზარეულად და იმ ყველაფერთან თანდათან გამახსენდება კიდე რამდენი სამსახური გამოვიდა. ხო და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ გავატარე რაღაცა 4 წელი, 4 წელზე შეიძლება ცოტა მეტი ამ სამსახურში, კლუბ რესტორანში, სცენაზე, მაგრამ აქ მუშაობდი კვირის ვიკენდზე. პარასკევი, შაბათი, კვირა, პლუს მაგას რაღაცა დღესასწაულები, როდესაც იყო. და ბუნებრივია დანარჩენ დღეებში მიწევდა რაღაცების შეთავსება. ესე იგი 2019 წელს, როდესაც დაიწყო ყველასთვის კარგად ცნობილი და აწუყვე მონატრებული კოვიდი მაგ პერიოდში მივხვდი რომ რაღაცა entertainment-ის ამბავი სუსტად იყო უკვე პერსპექტივა აღარ იყო ესეთი კარგი და პლუს მაგას ძალიან დიდი мотиваტორი იყო ჩემი ის რომ ამ შტატურ სამსახურში სცენაზე მიწევდა ბუნებრივია მყავდა ბენდი 8 მომღერალი მყავდა მაგრამ ძირითადად მაინც ქავერებზე მუშაობდით და ესე იგი საავტორო შემოქმედებამ გადაიწია რაღაცა ძალიან უკანა პლანზე. იმდენად უკანა პლანზე რომ რაღაცა პერიოდი უკვე მივხვდი რომ რაღაც დეგრადაციისკენ. კი, გახლავს. მოსვენას რომ შეეშვები უკვე და რაღაცა რუტინაში რომ ჩაერთო. კი. მეც მომიწია მსგავს პრობლემას მეც დავეჯახე, იმიტომ რომ მე თბილისში მაგალითად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რომ გადავადგილდებოდი მანქანით, თუნდაც მოტოციკლით, აი ხუმრობები ტვინში მომდიოდა ხოლმე და აქ მივხვდი რომ საერთოდ ეს მანქანაზე რომ მუშაობდი ამ მიტანის სერვისზე, ეს გაითიშა ეს ფლანგი რა, ანუ რაღაც არაშემოქმედებითი გავხდი რა და მიჭირდა საერთოდ ადაპტაცია სამყაროსთან და მესმის ზუსტად ამ კოვიდის მოსვლასთან ერთად ეხლა დამეთანხმება ბევრი ჩვენი პროფესიის წარმომადგენელი, entertainment-ის პროფესიის წარმომადგენელი, რომ ბევრს მოუხდა რაღაცა სხვა გზების მონახვა
თავის არჩენად, იმიტომ რომ გართულებული იყო მარტო ამერიკაში არა, მთელ მსოფლიოში ალბათ იგივე სიტუაცია იყო. და მაგ დროს 2019 წელს გადავწყვიტე, ესე იგი მიკროფონი დამედო და საჭი ამეღო ხელში დიდი ტრაილერი. ეხლა ჩვენ საქართველოში უკვე ძალიან ბევრი მაიცის ქართველებში პოპულარული არის ტრაკინგი. ვანახოთ თუ შეიძლება რაზეა საუბარი ჩვენს. კი ბატონო, ეს ჩემი ტრაკი იყო. აი ამ ტრაქზეა საუბარი მეგობრებო. აი ამ ხელა ტრაკით მოძრაობდი. ამ ხელა ტრაკით მოძრაობდი, ხო, დაახლოებით 2 მილიონი მილი მაქვს გავლილი. ორი ცოტა, ზარმაცობ ესე. ხო. ორი ძალიან ცოტა. ხანდახან მეძინა ხოლმე და მაგის ბრალია. ესე იგძინებ კიდეც ხედავ. ხანდახან ხო. და ნუ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვარ ძალიან მაქსიმალისტი. ნებისმიერ რამეს, რასაც ვკიდებდი ხელს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სხვა განსხვავებული პროფესია იყო ჩემი ჩვეული მუსიკალური პროფესიისგან, მიუხედავად ამისა, რაღაცა ის мотиваცია მქონდა, რომ მაქსიმალური გამეკეთებინა ამაშიც. მივედი გავხსენ ჩემი პატარა სატრანსპორტო კომპანია, გავედი იქამდე რომ შევიძინე ჩემი ავტომზიდი, აი ზუსტად ის ახლა ფოტოზე რაც გამოჩნდა. და რაღაცა პერიოდი ეგეც გამოვიარე, ექსპერიენსიც გამოვიარე, როდესაც ხარ უკვე owner operator ქვია, ფლობელი მძღოლი შენივე მანქანის. და აი ახლა სხვათა შორის შარშან მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნელ-ნელა უკვე დრო არის დაბრუნება ჩემი ძალიან აქტიურად საავტორო შემოქმედებით მუსიკალურ სამყაროში ჩემი დაბრუნება და იცი რა არის პარალელურ რეჟიმში ძალიან რთული არის, იმიტომ რომ თითქოს ერთი ნახვით თითქოს ჩანს, რომ ნუ აი რასაკეთებ, მთელი დღე საჭესთან ზიხარ სტუდიაში ხაფელი დღე მუსიკა არის. სინამდვილეში თითქოს დრო ძალიან ბევრი გაქვს, მაგრამ ამავდროულად დრო არაფრის არ გაქვს საერთოდ. ხა დღეში, როდესაც რაღაცა 700-800 მაილს გადიხარ და 12-14 საათი უყურებ ორ ზოლს, იმის მერე დაждდე და რაღაცა მუსიკა აკეთო, ნუ ეს წარმოუდგენელი ამბავია. და შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ალბათ უკვე დრო არის იმისა, რომ დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ხელი ჩამოვართვა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ დიდ ინდუსტრიას, რასაც ქვია ტრაკინგ ინდუსტრია. კი ბატონო, ნამდვილად. და გაგახაროთ ძალიან ბევრი ახალი, გემრიელი, გემოვნებიანი პროდუქტი. შემოგევლა გიო, ნამდვილად მე საპორტი ჩემი ყველა მძღოლს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ეხა უამრავი ადამიანი უყურებს ამ შოუს ჩართული აქვს თუნდაც ტრაქში აი ამ წამს და მესმის რომ ურთულესია და მაგრამ შენ საქმისადმი სიყვარული, შენი პროფესიისადმი სიყვარულმა რა თქმა უნდა გადაჯაბნა იმ პროფესიას, რაც ამერიკა მოგცა უკვე განსხვავებული, ანუ რუტინას ეძახიან აქ ამერიკელები, ანუ შენი სამსახურის, შენი პროფესიისგან განსხვავებული სამსახური რა, დასაქმებული ხარ, საერთოდ ცოდნა განათლება სხვა რაღაცაში გაქვს მიღებული და სხვა რაღაცას აკეთებ. მიხვედი შენ საქმემდე და შარშან იყავი, მე მგონი ნახე შენს ფოტოებში, მაგ ინსტაგრამზე ნანახე, გრემის იყო. ტრაკიდან ტრაკით მიხვედი? გრემზე და იქ ჩამოხდი თუ აი რა მოხდა, აი გრემი მაინტერესებს, როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში. რამდენ მაილში იყო გრემი? შენიდან. კუთხეშივე იყო. მალევე მოკლედ გზა იყო, ესე იგი რო დაუბრუნდე იმ მომენტს, როდესაც გადავწყვიტე მუსიკაში შემოქმედებაში შემოbrunება უკვე საავტორო ამბებით, ერთი პროექტი გავაკეთე, ესეთი კლასიკური მელოდიური როკი იყო, როკ ბალადა გავაკეთე, ძალიან გემრიელი, ძალიან ლამაზი. ხო, რა ჟანრში ხარ ეგეც ვთქვათ მე? ინგლისურ ენაზე გავაკეთე ის, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ლამაზი სიმღერა იყო, ყველა მაგას ამბობს, რომ ძალიან ლამაზი სიმღერა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჟანრი არ არის მაინც და მაინც კომერციული. პარალელურად ბავშვობიდან ძალიან მაგრად მიყვარს ელექტრონული მუსიკა.
ელექტრონული მუსიკა და სხვათა შორის აი განსაკუთრებით ბოლო წლებში ხარისხმა ელექტრონულ მუსიკაში ძალიან აიწია. დღეს უკვე იმართება კლასიკური სიმფონიური ორკესტრი უკრავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე და დიდი ფესტივალებია там და ხო აი ორკესტრი უკრავს ელექტრონულ მუსიკას. მე და ჩემმა პარტნიორმა ძალიან მაგარმა მუსიკოსმა რომა გიორგაძემ, ჩემმა ძმა და მეგობარმა ჩამოვაყალიბეთ ესე იგი პროექტი, გავაკეთეთ პროექტი რომელსაც ქვია Georgi სხვათა შორის ბევრი მეკითხება რატო Georgi. ესე იგი 10 წელი არის ხო პრაქტიკულად. ჯერ მოუწეთ ორგია კაი სასტავი შევხარეთ. პრაქტიკულად 10 წელია. და აქედან პროექტი დაიბადა. ცხოვრობ ამერიკაში და ნუ ხო წარმოგიდგენია რამდენჯერ გამიგონია ჩემი სახელი ინგლისურად Georgi. გინდა მილიონჯერ ხო გამიგონია. არასოდეს არ შემქმნია ინიციატივა ისეთი, როგორც ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა. არ გეწყინოსო რა, რაღაცა მინდა გითხრა, რასთან ასოცირდება შენი სახელიო ჩემთვისო და უცებ გამიკვირდა ისმენ მეთქი და ნუ აი Georgi ცალკე ხო ანუ ინგლისური სლენგი ვინც იცის ორ წერია ORGY ანუ Georgi ესე ასოცირდება და ჩამიჯდა ეს ტვინში იმიტომ რომ იცი რა არის რაღაცა თითქოს პოდნოზე მორთმეული ინტრიგა არის ოღონდ ამავდროულად pronunciation-ი არის ჩემი სახელი სხვანაირი სპელინგი არის უბრალოდ სხვანაირად იწერება თორე გამოითქმის როგორც ჩემი სახელი გავაკეთეთ ეს ესეთი საინტერესო პროექტი ელექტრონული მუსიკის მე და რომამ და ერთი ტრეკი გამოუშვით შარშან აი სხვათა შორის გრემის after parties-ზე გრემის მიუბრუნდები უბრალოდ მინდა ისტორია მოვყვე ამ ელექტრონულ მუსიკაში როგორ დავიწყეთ მოღვაწეობა. ხო და Take Me Higher ქვია, ყველა პლატფორმაზე არის, შარშან გამოშვებული ტრეკია, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება. ბევრმა დიდმა DJ პროდიუსერმა შემიფასა, მომიწონა ნამუშევარი, მათ შორის არის მარტინ გარიქსი მაგალითად ჩვენი კაცო ჩვენი მარტინ გარიქსი ხო კი ბატონო მიმუშავია ერთ ფესტივალზე ტიესტოსთან, დევიდ გეტასთან და ასე შემდეგ ხა ჩამოთვლას აზრი არა გათობით სუპერ დიჯეები მონაწილეობენ ესეთ ფესტივალებზე როგორიც არის მაგალითად Miami Ultra, EDC, Las Vegas და ასე შემდეგ. იანვარში გამომიჩნდა მენეჯერი ლოს-ანჯელესიდან. ჩვენიერი გოგო ძალიან მაგრად დამეხმარა ძალიან ბევრ რაღაცაში და სხვათა შორის მისი იდეა იყო სხვადასხვა ივენთებზე ჩემი გამოჩენა წითელ ხალიჩებზე ესე ვთქვათ რა და ესე იგი ერთ-ერთი პირველივე პროექტი იყო, როდესაც დამირეკა მივდივართ გრემის ცერემონიაზე და მე გრემის after party-ზეო. ეს ჩემთვის იმდენად დიდი შოკი იყო, ანუ ეს გოგო არის წონადი გოგო არის ინდუსტრიაში, Forbes-ისთვის და America Today-ისთვის აკეთებს სტატიებს და ძალიან მაგარი ძალიან მაგარი გოგო არის და იმდენად გაკვირვებული დავრჩი რომ არც მჯეროდა ჩემი ბავშვები წარმოიდგინე ახლა მუსიკოსისთვის გრემის ცერემონიაზე მოხვედრა ნუ ეს თან იქ ისე ვერ მოხვდები ანუ მარტო მოსაწვევებით ხდება მან ბილეთი არ იყიდება როგორც ასეთი რომ წახვიდე დაეცრო ცერემონიას და აი რაღაცა ისეთი მოულოდნელი ერთი კვირაც არ მქონდა დარჩენილი რაღაცა აზრზე მოსასვლელად უცებ ბრახდა ცერემონიაზე წითელ ხალიჩაზე გამოვიარე მე და ედ შირენმა გამოვიარეთ წითელ ხალიჩაზე წარმოიდგინე ახლა ჩემთვის ის პარალელно გააკი გრემი წითელი ხალიჩა ედ შირანი ლოს-ანჯელესის იმას ტრაკსტოპზე შევაყენე ტრაკი უცებ გადავივლე და გავიქეცი გრემიზე მაგარია ძმა ხო წარმოუდგენელი ექსპერიენსი იყო აი ეს გრემის ამბავი არის ჩემთვის ნუ აი ხო აი გრემის წითელი ხალიჩა არის ალბათ ჩემს კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ჰაილაითი არის რა გრემის ნომინანტი მეყოლება თუ გრემის აკადემიის წევრი გეყოლება ნომინანტის გეყოლება ძალიან დიდი იმედი მაქვს ძალიან კარგი ცოტა სხვა ამბავია ესეთი შოუა რა მეგობრებო რასო გრემიდან ხალხი და
გრემის ნომინანტები და გრემის აკადემიის წევრები და ქუთაისის ჰიპ-ჰოპის მალდონის წარმომადგენლები ყავს შორიდან შოუს სტუმრები. ძალიან საინტერესო ისტორია იყო და საინტერესო გზა, რომელიც აუცილებლად გასავლელია ბრძოლით, შრომით და რა ვიცი, ყველაფრით იქამდე, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. აი ეს ქვეყანა სხვათა შორის გაძლევს იმის შესაძლებლობას, რაღაცა პერიოდი შენ თავში თუ გადალახე ის სირთულეები, რა სირთულეებსაც გიმზადებს ეს ქვეყანა, თუ დამოუკიდებლად ხარ ჩამოსული, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცა პერიოდის მერე დაუბრუნდე შენს საყვარელ საქმეს, რაც გამოგდის ყველაზე კარგად. შენ ისეთი გახარებული ვარ შენ საქმეს რო აკეთებ, ესე წარმატებულად, ესეთ მაგარ შოუს რო აკეთებ, აი ძალიან გახარებული ვარ, მოკლედ შენ გადაცემაში სტუმრობდი. და ესეც რაღაცა პერიოდის მერე მოვიდა, უცდელობა ბევრი ქონდა, მაგრამ სპონსორებზე ბევრი რამე დამოკიდებული ხარ, ამ გადაცემის არსებობა თავიდან ბოლომდე სპონსორებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ფიზიკურად ძნელია, რომ შენ წინაზე საუბრობდი ვაკეთო სხვა საქმე და თან ეს ვაკეთო ამ საქმეს ძალიან ბევრი რამე ჭირდება. მიშო არის ჩვენს გვერდით გოგიძე, იცი მიშო პროდაქშენი, მიშოს პროდაქშენი, მიხეილოვიჩის პროდაქშენი, რომელიც დგას ახლა ჩემს გვერდით, ამ შოუს გვერდით ფაქტიურად და გვიწევს რაღაცა ამ წინაღობების გავლა რა ჯერჯერობით, მაგრამ ნუ საფუძვლიანად მივიწევთ წინ. იმედები გვაქვს გვერდით პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი იქნება აქაური ბიზნესიც, ქართული ბიზნესიც, რომელიც ასე უხვად და წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ბრუკლინში, ვეგაში, კაი ქართული რესტორანი გინდა თორად. საცხობდა მაგის. მერაბს ვეუბნებოდი, კაი საცხობი, მეთქი მერაბივიდება ვიყავით დღეს. კაი თონის პური გავლესეთ ერთად და ერთ-ერთ დაწესებულებაში და მეთქი იქ თონე არა გაქვთ ვეგაში. ბიჭო, არა გვაქვს თონე. თულად არის, მაგამ ბავშვი ისე გემრიელად შამდა ამ თონის პურს ხელით და ყველის ჩაზელვით, რომ აი მივხვდი რომ იქ აქ ცოტა უკვე გასაკეთებელი არა აუცილებლად. კი. გიო, რა ჩამოგვიტანე ვეგასიდან ახლა? რაღაცა ერთი ტრეკი. ძალიან მაგარი ნამუშევარი ჩამოგიტანეთ ვეგასიდან. ესე იგი არის ჩვენი ვერსია. Georgi. კი ბატონო, ესე ქვია ჩვენს პროექტს, ელექტრონული მუსიკის პროექტს. Georgi. გავაკეთეთ ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი ვერსია, ყველასთვის ცნობილი და სხვადასხვა მე მგონი სოფლიოში ყველაზე ცნობილი სიმღერად არის აღიარებული We Are The Champions by We Are The Champions. ჩემი კაცო თუ იმის? თითქმის. ჩემი We Are The Champions თუ იმის ფრედი მერკურის? ფრედის. ფრედის რაღაცა ნაწყვეტა. იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გახდება სტადიონზე დასაკრავი ტრეკი. სტადიონზე წასასვლელები ვართ. მოკლედ, ძვირფასო მაყურებლებო და გამომწერებო და ჯიგრებო, ნახოთ ახლა ვიდეო, რომელიც ნიუ-იორკში გადავიღეთ ამ სიმღერაზე და ანახოთ, ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს და შეაფასეთ და თქვენი წარმატებები უსურვოთ გიორგის Georgi პროექტს და ჩვენ ძმას ახსენე ვის რომა გიორგაძეს, რომელიც კი ბატონო. ეს არის არანჟირების ავტორი და პროდაქშენს ერთად ვაკეთებთ, ერთად ვწერთ სიმღერებს და საერთო პროექტი არის ჩვენი. დიდი მადლობა. გიორგი ბაღუშვილი, Georgi იყო ჩემი და ჩვენი გადაცემის სტუმარი, ნახოთ ვიდეო და წარმატებები შენს ამბებში გრემიზე. რაღაცა გავლით მაინც დორდაშის მანქანით მოვალთ ბიჭები არა. კი ბატონო. შენი ვიდეოს ქვეშ დააკომენტარონ ჩვენმა მაყურებლებმა როგორ მოეწონათ ეს ტრეკი. აბა ვნახოთ. აბა დროებით მეგობრები. My dues, time after time.
and everything that goes with it. I thank you all.